შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად მოსამართლის განჩინების საფუძველზე ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს. კიდევ 9 პირს ბრალი წარედგინა ნაწილს პენიტენციარულ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის საზღვარგარეთ მყოფი ეგრეთ წოდებული კრიმინალურ ავტორიტეტს. სამართალდამცავების მიერ მოსამართლის განჩინების საფუძველზე ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირი ფინანსური დავალების მოსაგვარებლად აწყობდნენ ეგრეთ წოდებულ ქურდულ გარჩევებს, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი მონაწილეობდა. ასევე დგინდება, რომ ეგრეთ წოდებული კრიმინალური ავტორიტეტი ელმურაზ მამედოვი უკავშირდებოდა საქართველოში მასთან კავშირში მყოფ პირებს, რომლებიც როგორც პირადი სარგებლობის მიღების მიზნით, ისე კრიმინალური ავტორიტეტის სასარგებლოდ ეგრეთ წოდებული ქურდული წესების შესაბამისად მოქალაქეებს გარკვეულ ვადებში კუთვნილი ბიზნესიდან დიდი ოდენობით თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშწორებით ან სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული შრეკის შედეგად ნიუტკიცება დამოღებულია ბრალდებულების მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და უცხოეთში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ კრიმინალურ ავტორიტეტებს უკავშირდებოდნენ. პოლიციამ დაკავებულების საცხოვრებელი სახლის შრეკისას ასევე ნიუტკიცება დამოიღო სავარაუდოდ ეგრეთ წოდებული ქურდულ საერთოსთვის შეგროვებული $62,000-ზე მეტი თანხა, ბრალდებულების კუთვნილი ავტომანქანები, საბრძოლო მასალა და ცეცხლსასროლი იარაღები. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა, 223 ტერცია და 223 კვარტა მოხლებით, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურ რეჟიმში განაგრძობს ორგანიზებულ დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, მათ შორის ინტენსიურად ტარდება შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები, ეგრეთ წოდებულ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი პირების დადგენა, გამოვლენისა და მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებაში მიცემის მიზნით.